აბიტურიენტთა სააპელაციო განაცხადების პასუხებით ცნობილია. დღეიდან მათ საშუალება ეძლებათ ვებგვერდის ნაეშჩისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით გაიგონ ეს შედეგები. მოკლე ტექსტური შეტყობინებების სერვისით სარგებლობა ნებისმიერი ოპერატორის აბონენტს თავისუფლად შეეძლება. ამისათვის კი საჭიროა მათ საგამოცდო ბარათზე წითლად მითითებული 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდი ნომერზე 93333 გააგზავნონ. ამ ოპერატორით სარგებლობა ფასიანია და ის 50 თეთრი ღირს. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ადგილობრივ რესურს ცენტრებში 3 აგვისტოს დაიწყო. აბიტურიენტებს საშუალება ჰქონდათ ერთი ან რამდენიმე ტექსტური დავალების შეფასება გაესაჩივრებინათ. ზესტაფონიდან ეს შანსი 35 აბიტურიენტმა გამოიყენა. მათგან რამდენიმეს პასუხი შეეცვალა. დადებითი პასუხის მქონე აპლიკანტებს გასაჩივრების დროს შეტანილი თანხა 50 ლარის ოდენობით უკანვე უბრუნდებათ. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი, რაც შეეხება პედაგოგებს და მაგისტრანტობის მსურველებს. ისინი საბოლოო შედეგებს სექტემბრის დასაწყისში შეიტყობენ. ახალი მემარჯვენეების ზესტაფონში მეპატრონეებისათვის უკანონოდ წართმეული სხვადასხვა სახის მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების დაბრუნებას ითხოვენ. ამ საკითხზე დღეს მათმა ლიდერმა კახა შავგულიძემ ბრიფინგი მოაწყო. ახალი მემარჯვენეების ზესტაფონში ვაპროტესტებთ ხელისუფლების მიერ სოფლად მოსახლეების საკანონმდებლო მიწების უკანონოდ გაყიდვის ფაქტებს, უკანონოდ გასხვისების ფაქტებს, საიჯარო მიწებისა და საძოვრების, ასევე ტყებუჩქნარების. ჩვენ გვაქვს რეალური ფაქტები, სოფელ ზედაწევაში არის გურამ და დავით გაჩილაძეების მიწები გაყიდული, გასხვისებული. ეს მიწები თავის დროზე 90-იან წლების ბოლოს ამ ხალხს გადაეცათ საკუთრებაში მიღება ჩაბარების აქტებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე რეფორმირებულია, დაინტერესებული პირების ინიციატივით ეკონომიკის სამინისტრომ ხელმეორედ გამოიტანა ეს მიწები საპრივატიზაციოდ და უკანონოდ გაასხვისა. თვითონ უნდა შეესწორებინა ეკონომიკის სამინისტროს თავის შეცდომა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ხალხი გაუშვა სასამართლოებში მოგეხსენებათ სახელმწიფო წინააღმდეგ თავის წარმოება რა ჯდება დღეს და რა ღირს, ან რა შედეგებს დააყენებს. ამიტომ ახალი მემარჯვენეები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცოთ ამ ხალხის ინტერესები და დაუბრუნოთ ხალხს კანონიერი მიწები. ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალური მატჩი რუსთავის მეტალურგთან ზესტაფონისათვის წარუმატებელი აღმოჩნდა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა საკმაოდ კარგ ტემპში დაიწყო. ორივე გუნდის მწვრთნელს ერთნაირი სათამაშო სქემა 4-4-1-1-ზე ჰქონდათ არჩეული. აღნიშნული სათამაშო ტაქტიკა კი მხოლოდ სტუმრებისათვის მატჩის დებიუტშივე აღმოჩნდა გამართლებული. შეხვედრის მე-15 წუთზე ბურთი დიმიტრი ტატანაშვილმა ზესტაფონელთა კარისკენ გაგზავნა. როინ კვასხვაძე მისი მოგერიება შეძლო, თუმცა მის მიერ მოგერიებული ბურთი ისევ რუსთაველთა ფეხბურთელს მოხვდა და ანგარიშიც გაიხსნა. დიმიტრი ტატანაშვილი უტევს ძალიან სახიფათოდ, მას ძალიან კარგი დარტყმა აქვს, თუმცა არ მისცა ამის საშუალება თედორე გრიგალაშვილმა, შემდეგ მაისურაძე დაარტყა და არის 1-0 რუსთავის მეტალურგის სასარგებლოდ. ამის შემდეგ უპირატესობას ზესტაფონელები დაეუფლნენ, თუმცა მატჩის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. მათ განუწყვეტელი იერიშებს გოლი არც მეორე ტაიმში მოჰყოლია. ქვეყნის გასული წლის ჩემპიონი ვიცე-ჩემპიონთან მატჩში ანგარიშით 0-1-ზე დამარცხდა. მომდევნო შეხვედრას ზესტაფონი ქუთაისში ადგილობრივ ტორპედოსთან 26 აგვისტოს გამართავს.